ციუდა ვარშავაში ხა სანამ დავიძინებდი ჩაგდებული იყო უკვე ბაჩუკის მეუღლის იგი რა ქვია პოსტი არის გამოქვეყნებული და გამოქვეყნებული აქვს რომ ხვალო თეფშების ანუ დარბაზი სად გაქვთ ჭუბერლებს ყარსგურიშის მოსახლეობას მიმართავს ქალბატონო ქარდავა მაგის შანსი ჰქონდათ 3 თვის განმავლობაში ახლა უკვე ორივე სოფლის შეგროვება დაგვიანებული არის მაშინ რო გეთქვათ თავიდან რომ შევგროვდეთ და ეს გადავწყვიტოთ საღი აზროვნებით საღი გონებით სწორად მაშინ რო გეთქვათ ეს სიტყვები უფრო პატივს ვცემდი ნამდვილად მაშინ რო ეს გაგეკეთებიათ და არა 4 თვის მერე ამიტომ ეხლა მაგ საქმისთვის დამიჯერეთ არ უნდა შეგროვდეთ, იმიტომ რომ ამ საქმეს იძიებს უკვე პოლიცია, ამიტომ ჩემი აზრით მარტო თელი ორი სოფლის შეწუხება გამოვა, რომ ადამიანებს მოწყვიტოთ თავის საქმეს და თქვენი საქმესთვის გამოიყვანოთ. ნუ რა თქმა უნდა, იგი ყველასი თვითნებური გადაწყვეტილება იქნება, შეგროვდებიან თუ არა, მაგრამ თქვენი შეგროვებით რამე რო არ შეიცვლება, მაგის თქმა მინდა. რომ თლად რო თელი სვანეთი რო შეგროვდეს უკვე მაგას და სვანური კანონით რომ მოვითხოვოთ მაგი უკვე არ გადაწყდება სვანური კანონით იმიტომ რომ აქ უკვე ჩართული არის თელი შინაგან საქმეთა სამინისტრო თელი უწყებები არის ჩართული მიმდინარეობს გამოძიება და ეხლა ჩემთვის არ არის სწორი და არავისთვის არ იქნება სწორი ვიღაცის შეგროვება მაგ საკითხთან დაკავშირებით. ვერ შეგროვდებით. ეხლა ქალბატონო ქარდავა თქვენც გირჩევთ და ყველა იმ ადამიანს ვინც ხართ დაკავებული ჩემი ჰეითით და ჩემი ლანძღვა გინებით. ეს კაცი იქნებით თუ ქალი. ყველას გეხებათ საერთოდ. რომ ეხლა უკვე დაგვიანებული არის შეგროვება და ვერ შეგროვდებით, იმიტომ ისე თუ გინდათ რომ ერთმანეთი ნახოთ და მოგენატრათ მაგაში მე ხელს ვერ შეგიშლით, მაგრამ კონკრეტულად ამ საქმისთვის დაგვიანებული არის ყველა შეგროვება. ამისთვის მთელი 3 თვე იყო, მაგრამ მაშინ გეგონათ რომ ნატა ამ ხელა მასშტაბებით არ გავიდოდა და ნატას მოუხაზავდით კიდე და ნატას მოუგრიხავდით კისერს და გააქრობდით, მაგრამ სხვანაირი რაღაცა შეგრჩათ ხელს, სხვა რაღაცას ელოდებოდით, სხვა რაღაცას გეგმავდით და სულ სხვა რაღაცა შეგეჯახათ პირისპირ. ეხლა ძალიან ძნელი არის. ვერც ერთ გამომძიებელს, ვერც ერთ პოლიციელს, ვერც ერთ ადვოკატს მე ვერ ვეტყვი, რომ მე მაგ საქმეს სვანური კანონით გადავწყვიტავ. ვერ ვეტყვი და არ ვეტყვი. ჩემს გამო ხალხმა, რა ქვია, საქმეები გადადო, პოლიცია ჩაერთო მაგაში, იძიებენ დეტალ ყველაფერს, ადამიანებმა დრო დახარჯეს, ენერგია დახარჯეს, ხო და მაგათზე გამოვა ჩემგან ჯერ ერთი უპატიოსცემულობა. როცა შეგროვდით, რა შედეგი დადეთ? ხო შეგროვდით, კაცო, ერთხელ კი არ შეგროვდით, თელი კვირა გროვდებოდით და აგზავნიდით წინ და უკან ხალხს და შედეგი ვერ დადებით ვერც მაშინ და ეხლა შედეგს დადებს ზუსტად ეს პოლიცია დადებს შედეგს, გამოძიება დადებს შედეგს და ეხლა უკვე ფორიაქი არის უკვე დაგვიანებული არის ყველასთვის დამიჯერეთ. ჩემი დიდი თხოვნა იქნება ყველა ადამიანისთვის. ყველა ჩემი მეგობარისთვის, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი მხარდაჭერა გაქვთ და მიჭერთ მხარს. ეს არ ხართ ცოტა ადამიანების. ყველა ადამიანს გთხოვთ ამ ვიდეოში ვიტყვი რისი თქმაც მინდა. როცა მე ვიდეო იქნება, პოსტი იქნება, როცა დავდებ ჩემი ჰეითერების გვერდზე როცა გადადიხართ და აკომენტარებთ იქ ჩემი დიდი თხოვნა იქნება აუცილებლად ერთი გული და სვანეთ სოლიდარობა და ნატას სოლიდარობა ჰეითერების გვერდებზე ჩემ გვერდზეც აუცილებლად სვანეთის მიმართ ეს იმიტომ რომ სხვანაირად მე ჰეითერებს ვერ ვსპობ თქვენი დახმარება მჭირდება ეხლა ამაში რომ ჩვენ სვანეთს და იმ ხალხს იმ ჰეითერ სვანებს რომლებმაც დღეს ლაპარაკი დაიწყეს იმით რომ მე ჭუბერს ვაშავებ მე სვანეთს ვაშავებ ზუსტად იმ გუგურამი ჩხვიმიანს გავცემ ეხლა მაგით პასუხს და ჩემს ყველა მეგობარს გამომწერს TikTok-ზე, Facebook-ზე
ვინც მე მხარს მიჭერთ, ვისაც ჩემი პოსტები შეგხვდებათ, კომენტარს დამიწერთ, ხო? გეხვეწებით, არ დაგეზაროთ ერთი სიტყვის დაწერა. სვანეთი და გული, სვანეთი და გული. ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რომ ამ ჰეითერებს დაუმტკიცოთ, რომ მე სვანეთის მტერი არა ვარ და მე სვანეთს არ ვაშავებ. პირიქით. სვანეთიდან უნდა მოვაცილო ის ნაგავი ხალხი, ვინც სვანეთს აზიანებს. მე სვანეთის დასაზიანებლად არ ვარ მოსწული. ხო და ამიტომ ჩემი თხოვნა, ჩემს ყველა მეგობარს გთხოვთ, რომ სვანეთი ჩემთან ერთად, როცა მე მიცხადებ ნატას სოლიდარობა, იქ სვანეთი არ დაივიწყოთ და ერთი ცალი გული. იმიტომ რომ გამოვხატოთ ეგია, თელ სვანეთს არ ეხება ეს საქმე, სვანეთი მის საქმეს იტყვის, როცა დასრულდება ყველაფერი. მე სვანების ყველაზე დიდი იმედი მაქვს საქმე რომ დასრულდება, საქმე რომ გამოძიება რომ დასრულდება, მე სვანების სათქმელს მაშინ ველოდები, ეხლა არა. და არც ეხლა მინდა რომ ჩაერიოს ვინმე. მაგრამ გამოძიება როცა დადებს შედეგს, აი მერე სვანების რეაგირების მე აქიდანვე მეშინია, ოღონდ მართლა მას თელი სერიოზულობით ვამბობ, რომ თელი სვანეთის მე აქიდანვე მეშინია, როგორც კი დასრულდება გამოძიება, როგორც კი დაიდება სიმართლე, ჩათვალეთ, ჩემს მიმართაც ასე იქნებიან, თქვენ წარმოიდგინეთ, მე შენ თუ გონიათ, რომ მეც დამინდობებ, მე არავინ არ დამინდობს, მე თუ ვიქნები მტყვანი, აუცილებლად უნდა მომთხოვოს სვანეთმა, რა თქმა უნდა მომთხოვოს, ყველამ უნდა მომთხოვოს, თუ ვინმეს ზედმეტად მოგაყენეთ შეურაცხყოფა. ან თუ ტყუილი ვთქვი რომელის მიმართ. მაგრამ გურამიმ, რადგან შენ ვიდეო ჩამიწერე, ყველაზე მეტად გაუბრაზდი შენზე. ჯერ მაგინე, მერე შემოხვედი, ეგრეთ წოდებული დაზარალებული. ესე კი ახსენე და მერე კიდე იმამდე მივედი, თელ ჭუბერს რო ვაგინებდი, თელ სვანეთს რო ვაშავებ და ხალხის და გაშავებით ყოფილვარ დაკავებული. შესავალი მარტო აქამდე მაქვს მოსმენილი, იმის იქით არ დამაინტერესა უკვე. იმიტომ იქვე გეტყობა ხახმაზე სიყალბე, იმ ხელაზე ნერვიულობ, რომ შემოიჭამე თელი ტუჩები, რაღა გეთქვა. გინდოდა რომ გეგინები ამა და ზუსტად იქ გეტყობა ნერვიულობა, რისი თქმაც გინდა და ვერ ამბობ. რისი თქმაც გინდა სახეზე გაწერია და ვერ ამბობ. სიმართლეს. რისი დაძახებაც გინდა, რატო გაკავებს რაღაცა, მე თუ ვფიქრობ შენზე რაღაცის თქმას, თქვენ რომ მაშინ რომ დამირეკეთ გოგამაც და გურამიმაც, მე არსად არ ვახსენებდი თქვენს ოჯახს თუ აკვირდებით, პირიქით იმ დღეს ვახსენე კარგად და დამთავრდა თქვენი ხსენება. საერთოდ დამთავრდა, სადმე არ მიხსენებია თქვენი ოჯახი. მანამ სანამ არ შემეხეთ და არ თქვით რომ ნაატა არის ბოზანდარა. მანამდე მე არსად არ მიხსენებია თქვენი სახელი, არც ცუდად და არც კარგად. ის ერთი იყო, ბოდიში მოუხადეთ, პირიქით თქვენ შვილებს ბოდიში მოუხადეთ, რომ ჩემ გამო თქვენ შვილებს უწევდათ თავის დახრა. საჯაროდ ბოდიშიც მოუხადეთ თქვენს პირადად თქვენ შვილებს, გურამის და გოგას შვილებს, გურამის და გოგას ოჯახს. მაგრამ კიდე არ გაჩერდით და არ გაგაჩერათ გამჩენმა და კიდე ზურგს უკან კიდე ცუდი სიტყვები დახარჯეთ და მე ზურგს უკან ლაპარაკი არ მიყვარს, ამიტომ რასაც ვფიქრობ, პირში ვიცი თქმა. და ეხა მე ბოდიში, ვისაც გეწყინათ ცივი წყალი დალიეთ და ისიც თუ არ გეყოფათ, ყინულები ჩაამატეთ. ჩემთან მუქარას როცა გადაწყვეთ და დამემუქრებით, ძალიან ბევრჯერ დაფიქრდით, იმიტომ რომ მე მუქარებით ვეღარ შემაშინებთ და ვერავინ ვერ შემაშინებთ. ჩემთან თუ ვინმეს მოუნდება და მომისმინე აქეთ და ასეთი ლაპარაკებს, რომ ასე რო იწყებ შესავალს და ჩემზე უფრო კარგები რო გონიათ თავი შესავალი, შეარჩიეთ ჩემთან საუბრის დასაწყების შესავალი.
თქვენ ენაგლეთ და ასე მოგისმინონ ოჯახის წევრებს მიმართეთ მე თქვენს მიმართ მომისმინე აქით არ ვიწყებ საუბარს ჯერ მისალმება ისწავლეთ ცდილობა ისწავლეთ ქალთან როგორ უნდა ილაპარაკოთ იგი ისწავლეთ კაცთან და მე თქვენ თუ მოგაყენებთ შეურაცხყოფას თქვენ ემუქრეთ ოჯახის წევრებს და ვისაც გაგსულიათ ეგ იყო ადრე მე თქვენი რომ ეშინოდათ თორა ეხლა